მადლობა ჩვენს ღმერთს და ჩვენს უფალს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიწერი მსახურების დროს, როცა ის ამ მიწაზე იმყოფებოდა, ერთმა დედაკაცმა ასეთი სიტყვებით მიმართა. ნეტარია ის ქალი, ვინც ძუძუს გაწოვებდაო. გვახსოვს თუ არა? წერილიდან რა პასუხი გასცა აი ამ შეკითხვას ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. უფალმა იესომ უპასუხა, ნეტარება არ არის იმის გამო ის რომ ჩემი დედა არის და მის გამღებულ ბრძეს, არამედ ნეტარია ის ვინც ისმენს და ასულებს ის სიტყვასო. გახსოვთ ეს სიტყვები. აქედან გამომდინარე ნეტარია ყველა დიდარიც და ღარიბიც, პატარაც და დიდიც, სუსტიც და ძლიერიც, ჯანმრთელი და უძლური, ყველა ვინც ისმენს და ასულებს ღმერთის სიტყვას. ამიტომ ყოველთვის გაქვთ ეს შესაძლებლობა, როდესაც თქვენ მოდიხართ ის წინაშე მსახურებაზე, რომ იყოთ ნეტარნი. ეს არის ის ძვირფასი მარგალიტი და ის უკეთესი წილი, რომელიც არ წაერთმევა ის შვიეს, ვინც აირჩია მოისმინოს და აღასრულოს ის სიტყვა. იცოდა ეს გამოცხადება დავითმა, ჩვენ ვკითხულობთ მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ფსალმში, სადაც ამბობს, გავიხარე, როდესაც მითხრეს უფლის სახლში წავიდეო. ვინაიდან მან იცოდა, რომ იქ, სადაც ღვთის სახლი არის, მოისმენდა ღვთის სიტყვას და გაატარებდა ღვთის სახლში უფლის თანდასწრებაში. მოხდებოდა უფალთან შეხვედრა, მას ეს შესაძლებლობა ექნებოდა. ამიტომ ყოველთვის, როცა გვაქვს ეს შესაძლებლობა, თქვენ ეზიარებით ამ ნეტარებას. იესომ თქვა, ნეტარია, ვინც ისმენს და აღასრულებს ღვთის სიტყვას. დღეს ჩვენ მოვედით შესაკრებელ ადგილას, ამიტომაც მოდი გადაშავლოთ წმინდა წიგნი ბიბლია და წავიკითხოთ ეფესელთა წერილის მე-6 თავის მე-10 მუხლიდან. ამგვარად ეფესელთა წერილი, მოციქული პავლეს წერილი ეფესელთა მიმართ მე-6 თავი, კითხულობ მე-10 მუხლიდან. ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. და მე-11 მუხლის პირველი ნაწილი. შეიმოსეთ ღვთის საჭურველი. და მე-15 მუხლი. ჰეხ შემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. დღევანდელ დღეს ჩვენ გავაგრძელებთ ქადაგებას იმ ნაწილში, რასაც ეკლესიის მოწოდება ქვია. ეს არის მიმართვა ღვთის ერის მიმართ, რომელ მიმართვასაც არ დაუკარგავს ახალ აღთქმაშიც აზრი და მნიშვნელობა. ვინაიდან დაწერილია, რაც დაიწერა ჩვენთვის არის დაწერილი, რათა ჩვენ მივიღოთ დარიგება და შეგონება. დღეს ეს მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა ეკლესიისათვის. ჩვენ დღეს ახალს არაფერს არ ვილაპარაკებთ. უბრალოდ, როგორც მოციქული პეტრეს წერილებში ჩვენ კითხულობთ, შევახსენებთ ერთმანეთს, რომ ვიყოთ მოწოდებაში. ანუ, ყოველთვის გვახსოვდეს, რა არის ეკლესიის მოწოდება. და ეკლესიის მოწოდებას
როცა ვლაპარაკობ, აქ გულისხმობთ თითოეულ ჩვენ ღვთის შვილებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეკლესიის ნაწილი. რითი იყო ეკლესია თავდაპირველად მოწოდებული? რა ძალით იყო შემოსილი ეკლესია? ვარ დღეს იმ ძალით შემოსილი, რომელიც ძალა ჩვენ გვჭირდება. ისაც მე დასაწყისში წავიკითხე ეფესე და წერილიდან, რომ გამაგდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით, მოციქული პავლე, როცა მიმართავს ამის სიტყვებით ეკლესიას, ესე იგი, თუ იმ დროისათვის ეკლესიას სჭირდებოდა გამაგრება და გამტკიცება, დღესაც ჩვენაც გვჭირდება ეს გამაგრება და გაძლიერება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მოწოდება. და მოწოდება რომ აღასრულო ის რაც ღმერთმა წინასწარ განგვისაზღვრა, უნდა იყო მზადყოფნაში. უნდა იყო ძლიერი. უნდა იყო მტკიცე და უნდა ქონდეს ძალა ამისათვის. იმიტომ რომ თუ ეკლესიას, თუ ღმერთის შვილებს არ გვაქვს ეს ძალა, არ ვძლიერდებით დღითი დღე, მაშინ მოწოდება იქნება დაუსრულებელი. ანუ ბოლომდე არ იქნება მიყვანილი საქმე. ეს ძალა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ უკვე წინასახურებაზე ვილაპარაკეთ, რომ ეს ძალა არის სულიწმინდის ძალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება მოწოდების აღსასრულებლად. იმიტომ ამ ძალის მეშვეობით ღმერთი მოქმედებს ეკლესიის, როგორც ეკლესიაში, ასევე ეკლესიის მეშვეობით. სწორედ ამ ძალით ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა, რომ წინაღუდვეთ ყველა იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება შეხვდეს მორწმუნის ცხოვრებაში, ეკლესიის მოღვაწეობაში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ წმინდა წერილიდან, რომ ადვილი არ არის ცხოვრება ამ მიწას. სხვადასხვა სფეროში ღმერთის შვილები იქნებიან, თუ ამ მიწაზე ვის ცხოვრობს მორწმუნე თუ ურწმუნო, სხვადასხვა სფეროში უწევთ სხვადასხვა სიძნელეების გადალახვა, სიძნელეებთან შეხვედრა. და სწორედ ის სიძნელეები ხელს გვიშლის, რომ ჩვენ ვიყოთ ღვთის მოწოდებაში. რომ აღვასრულოთ ღვთის მოწოდება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება გამაგრება, გვჭირდება გამტკიცება, გვჭირდება რომ ვიყოთ აღჭურვილნი ღმერთის სული საჭურვლით და შემოსილები ღმერთის ძალით, რომ აღვასრულოთ ის მოწოდება, რისთვისაც ვართ მოწოდებული. ჩვენი უფალი ღმერთი ცოცხალი ღმერთი არის. მან ძალიან, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იცის. რამ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, რამ მდგომარეობაში ვიწევს ცხოვრება, მან წინასწარ იზრუნა ჩვენთვისაც, რათა ამ მიწაზე არ ყოფილიყავით მისი ძალის გარეშე. სწორედ ეს ძალა, რომელიც უფალს აქვს განსაზღვრული თავისი შვილებისათვის, თავისი ეკლესიისათვის, გვეხმარება, რომ მოვიდეთ თუნდაც მსახურებაზე და მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა. იმიტომ არის ხშირად ისეთ გარემოებაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომ იმის თავიც არ ქონდეს, ისე იღლება მაგალითად, შეიძლება მუშაობითაც რომ მოვიდეს და ღმერთის სიტყვა მოისმინოს, მაგრამ აი ეს ძალა, რომელსაც გვაძლევს და რომელიც განსაზღვრული არის ღმერთის შვილებისათვის, გვეხმარება რომ მოვიდეთ, მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა, განვაახლოთ ჩვენი გულები უფალთან ურთიერთობით, რათა ვკლავ ახალი ძალებით ვემსახუროთ უფალს. სწორედ ეს ძალა გვეხმარება, რომ არ დავკარგოთ იმედი, როგორც ხვალინდელი დღის, ასევე მომავლის.
ეს ძალა გვეხმარება დავჩეთ ღვთის მოწოდებაში. სწორედ ეს ძალა გვჭირდება დღეს ჩვენ ეკლესიებს, რათა ვაკეთოთ ის საქმეები, რომელსაც აკეთებდა პირველ სამოციქულო ეკლესია. ამიტომაც ჩვენ მოუφალმე იესო ქრისტემ თქვა: ნუ გაშორდებით იერუსალემს, ანუ როცა ის ეკლესიას ელაპარაკებოდა, როცა ის იყო თავის მოწაფეებთან, მანამ სანამ მოწოდების აღსასრულებლად გაუშვებდა, იესო ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: ნუ გაშორდებით იერუსალემს, სანამ ეს ძალა არ მოვა თქვენთანო. მას შემდეგ, როდესაც მოვიდა ზეციდან ეს ძალა ღვთისაგან ეკლესიაში, აი ამ ძალით ეკლესია ახორციელებს ღვთის საქმეებს. სწორედ აი ამას აკეთებდა პირველი ეკლესია. ეკლესია არა მარტო იყო მოწოდებული, როგორც ჩვენ ვკითხულობთ სახელმწიფოში, რომ როგორც ჩვენ წინამსახურებაზეც ვისაუბრეთ, რომ ერთ-ერთი მოწოდება ღვთისაგან ეკლესიისათვის ეს არის თაყვანისცემა ღმერთისა, ანუ აქედან გამომდინარე არა მარტო მოწოდებული არის ეკლესია, რომ თაყვანი ცეს ეკლესიამ ღმერთს, არამედ მოწოდებული არის, რომ იქადაგოს ღვთის სახარება. ეს არის ღმერთის მოწოდება. ღვთის სახარების გადაგება. ეკლესიის თავი ქრისტე არის და ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, არის მაგალითი ეკლესიისათვის. როგორ აღასრულებდა ის თავის მსახურებას ამ მიწაზე. ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარების მე-17 თავის მე-4 მუხლში. იესო ამბობს: მე განგადიდებ მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი რომ გამეკეთებინაო. აღსრულწმინდა გვიცხადებს, რომ იესოს ჰქონდა მოწოდება, იესოს ჰქონდა დავალება, იესოს ჰქონდა მოცემული საქმე ზეციდან. ასევე ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით თუ არა რომ გვაქვს მოცემული საქმე და ვართ მოწოდებული არა მარტო თაყვანისცემისათვის ღმერთის წინაშე, არამედ სამახარებლად ქრისტეს სახარების გადაგების აღსასრულებლად. ამიტომაც დღეს ჩვენ, როგორც მოციქული პეტრე ამბობს, რომ შევახსენოთ ერთმანეთს, ასე შევახსენეთ ერთმანეთს აი მოწოდებას. რომ ჩვენ ვართ მოწოდებული სახარების სახარებლად. იესო თავის ეკლესიას მისცა დავალება. და მისი ერთ-ერთი ბოლო დავალება, როგორც სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, არის ასეთი დავალება, დიდი დავალება. ცნობილია ასეთი სიტყვა, დიდი დავალება. ეს დიადი დავალება მდგომარეობს იმაში, რომ იესომ უთხრა ეკლესიას: წადით ქვეყანაზე და იქადაგეთ სახარება. ჩვენ ხედავთ წმინდა წერილში, ქრისტემ როგორ ამოირჩია 12 მოწაფე. შემდგომ ჩვენ ხედავთ როგორ ამოირჩია 70 მოწაფე და მთლიანად ეკლესია და მისცა დავალება: წადით და იქადაგეთ სახარება. იცოდა რა ეს მოციქულმა პავლემ, რომ ეს იყო ღვთის მოწოდება მისთვისაც. ის ამბობს: მე არ მცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელათო. ხედავთ, სახარება არის ღვთის ძალა ყოველი მორწმუნის სახსნელად. ამიტომ სახარება ეს არის დიდი სიხარული ყველა ხალხისათვის. იმიტომ რომ ეს სახარება გვეუბნება, რომ იშვა მაცხოვარი იესო ქრისტე ამ მიწაზე. ამიტომაც დაწერილია: რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში პირველივე საუკუნიდან მოყოლებული იქადაგება სახარება, დღეს საჭიროებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი, ჩვენი სოფლების სახარების ქადაგებას.
სახარების ქადაგება ჭირდება ყველა თაობას. ვინაიდან ყველა თაობას ესაჭიროება მონანიება და ქრისტესთან შეხვედრა. ყველა თაობას ესაჭიროება მიიღოს იესო ქრისტე მხსნელად და უფლად. არ აქვს მნიშვნელობა ეს თაობა მორწმუნის ოჯახში დაიბადა, ქრისტიან სახელმწიფოში დაიბადა. ყველა არის ცოდვილი ღმერთის წინაშე. და საჭიროებთ ქრისტეს სახარების მოსმენას და საჭიროებთ ქრისტესთან შეხვედრას. იმიტომ რომ მხოლოდ იესო ქრისტეა ჭეშმარიტი მხსნელი, რომელიც ცვლის ადამიანის გულს, ათავისუფლებს ადამიანს ტყვეობისაგან, შუამდგომლობს ღმერთის წინაშე, რათა ადამიანს, რომელიც ინანიებს და მიუახლოვდება მამა ღმერთს ქრისტეს სახელით, მიიღოს ცოდვების პატიება და საუკუნო სიცოცხლე. სწორედ ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ვღებლობთ მადლს და წყალობას. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე, მე არ მცხვენია სახარების ქადაგება, ის ღვთისძალა, რომელთაც ღებულობს ადამიანი ხსნას, განთავისუფლებას და გადარჩენას. მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ რომელთა წერილის მეათე თავის მე-14 მუხში აი ესეთ სიტყვებს, როგორ მოისმინო ამ სახარების შესახებ. როგორ მოусმინონ მას, ვისიც არ ირწმუნესო. როგორ ირწმუნონ, ვისიც არ სმენიათო. როგორ მოისმინონ ქადაგებლის გარეშეო. და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიანო. როგორც დაწერილია, რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნიო. ამიტომაც გვეუბნება ღვთის სიტყვა, რომ დავრჩეთ ღვთის მოწოდებაში. ვიცოდეთ ჩვენი საქმე. ეკლესიის თავი იესო ქრისტე არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი. ვინაიდან როგორც ქრისტეს მორწმუნეებს ჩვენ გვაქვს დავალება ვიქადაგოთ სახარება. ჩვენ სანათესაოში, ჩვენს ქალაქში, ჩვენ სამსახურში, ჩვენ უბრალოდ არ ვართ მოვლენილი ამ მიწაზე. კი, ერთის მხრივ ჩვენი მოწოდება არისო თაყვანივცეთ ღმერთს. ეს მოწოდება ღმერთისა, მაგრამ აგრეთვე აი ამ მოწოდებასთან ერთად მოწოდებული ვართ, რომ სახარება გავუზიაროთ ჩვენს გვერდში მყოფს, ხალხს, სანათესაოს, მეზობლებს, სამსახურში თანამშრომლებს, რათა მათაც ქონდეს შესაძლებლობა, რომ სახარების მეშვეობით ირწმუნონ და ეზიარონ მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს, შემრიგებელს იესო ქრისტეს. პირველი კორინთელთა მე-9 თავის მე-16 მე-17 მუხლებში აი მოწოდების შესახებ მოციქული პავლე ამბობს. თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიკადულო. ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა. ვაიმე, თუ არ ვახარებ. ანუ თუ არ ვარ ამ მოწოდებაში. თუ მე არ ვასრულებ ამ მოწოდებას, ამბობს მოციქული პავლე. და მე-17 მუხლი. ვინაიდან თუ სურვილით ვაკეთებ ამას, საზღაური მქონია. ხოლო თუ სურვილის გარეშე, ხოლოდ მნეობა მქონია მონდობილიო. მაშ რა არის ჩემი საზღაური? ის რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაშიო. ესე იგი, კვლავ ამბობ, რასაც ამბობს მოციქული პავლე. თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიკადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა. ეს ჩემი მოწოდება არისო.
ეს ჩემი საქმე არისო, ეს ჩემი დავალება არისო. ესაიამ მოისმინა ხმა, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილია. ასეთი ხმა მოისმინა, ვინ წარგზავნო და ვინ წავა ჩემთვისო? და პასუხად ესაიამ ვა, მე წარმგზავნე უფალო. დღეს ეს სიტყვები კვლავ ისმის ჩვენს გულებში. ვინ იქადაგებს აი ამ ქალაქში სახარებას? ვინ იქადაგებს სოფლებში სახარებას? ვინ იქადაგებს ჩვენს ნათესაებში, ჩვენ სამსახურებში სახარებას? შეგვიძლია ვთქვათ ეს მსგავსად. აი მე წარმგზავნე უფალო და მე ვიქადაგებ სახარებას. შეგვიძლია ვთქვათ მე ვაუწყებ კეთილ უწყებას. ამას აკეთებდა პირველი ეკლესია. ისინი გამუდმებით ავრცელებდნენ ყველგან სახარებას. ასრულებდნენ ქრისტეს დავალებას. გამოდელი ეკლესიაც უნდა იყოს თავდაპირველ მოწოდებაში, რომელშიც იმყოფებოდა ქრისტეს ეკლესია. ამიტომაც არის ეს სიტყვა მიმართული ეკლესიისათვის, რაც დასაწყისში წავიკითხეთ ეფესე და მე-6 თავის მე-10 მუხში, გამაგრდით, გაძლიერდით, შეიმოსეთ, რომ აღასრულოთ ღმერთის მოწოდება. იქადაგოთ სახარება. იმიტომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ძლიერები, თუ ჩვენ არ ვიქნებით აღჭურვილები ღვთის სრული საჭურვლით, მაშინ სახარების გავრცელებაში ხელი შეგვიშლება. ცხოვრებაში მოვა სხვადასხვა განსასწრებელი, რომლებიც არ მოგცემს შესაძლებლობას, თუ ძლიერები არ ვიქნებით, რომ ვიყოთ მოწოდებაში და აღვასრულოთ მოწოდება. პრობლემები ცდილობს რომ გაგვაჩეროს. პრობლემები ცდილობს რომ ცხოვრებაში არ აღვასრულოთ ღმერთის მოწოდება. პრობლემები ცდილობს რომ არ მოვიდეთ ეკლესიაში. პრობლემები ცდილობს რომ არ წავეკითხოთ ღვთის სიტყვა ბიბლია. პრობლემები ცდილობს რომ არ ვილოცოთ, არ გქონდეს ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ გყავს ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე მტერი. პეტრე ამბობს რომ ის მდღვინავი ლომივით დადის და ეძებს რომ მორწმუნეები ჩაყლაპოს და მორწმუნეებს ხაფანგები დაუდოს. ის არ არის მდღვინავი ლომი, ის როგორც მდღვინავი ლომი ცდილობს, მაგრამ ის არ არის მდღვინავი ლომი. ნამდვილი ლომი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის. ნამდვილმა ლომმა უფალმა იესომ უკვე გაიმარჯვა. მაგრამ ამ გამარჯვებაში რომ ჩვენ ვიცხოვროთ, მოციქული პავლემ გვას გადმოგცა დაგვიტოვა სიტყვა გამაგრდით დღითი დღე. ეს გამაგრება არ არის ერთჯერადი. დღითი დღე გამაგრდით, დღითი დღე გამტკიცდით და აღიჭურეთ ღვთის საჭურვლით და მუდამ მზადყოფნაში იყავითო შვიდობის, სახარების გასავრცელებლად და გასაკადაგებლადო. ჩვენ ვახსენებთ ერთმანეთს, რაც მოციქულმა პეტრემ თქვა. ვიყოთ ღვთის მოწოდებაში. ვიყოთ ღვთის საქმეების კეთებაში. ერთის მხრივ თაყვანს ვცემდეთ ღმერთს და მეორეს მხრივ ქადაგებდეთ, ვავრცელებდეთ ღვთის სახარებას. ამიტომაც გაუმაგრდეთ, გავძლიერდეთ, მისი ძალით შევიმოსოთ და მუდამ ვიყოთ აღჭურვილი ღვთის სრული საჭურვლით, როგორც მე-15 მუხში მეფესა და მე-6 თავის მე-10 მუხში დაწერილია, რომ ერთ შემოსილი მზადყოფნაში შვიდობის კეთილი უწყების სახარებლად. ამინ.